ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურანტი გიგას მკვლელობაში არის სწორედ გიორგი მალანია. მე სწორედ თქვენ ჟურნალისტთან ვთქვი დღეს და თქვენი ეთერით გავიდა კიდეც, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიმეორო, რომ არა გიორგი მალანია შესაძლოა დღეს გიგავალიანი ყოფილიყო ცოცხალი. მან დააჩქარა გიგავალიანის მკვლელობა, იმიტომ რომ გიგას თავს დაესხნენ პირველში, ორში ჩემი დაბადების დღე იყო და აუცილებლად მე და გიგა წავიდოდით ერთად. 3 ოქტომბერს უკვე დილით ნიკა ჩამოფრინდა და მერე უკვე დროში გაწელილი ან ჩვენ მოვიგებდით დროს და შემდეგ ვეღარ მოახერხებდნენ ნიკას მასთან ერთად იქნებოდა გიგას ასე მუხანათურად მოკლა. ესე იგი გიორგი მალანია ამით იმის თქმამდე რომ დააჩქარა გიგას მკვლელობა, მან მოიყვანა. რა როლი ქონდა? იქნებ მოგვიყვეთ ქალბატონო ეკა მაყურებლისთვის, რომლისთვისაც ხა სახელი და გვარი ბევრ შეიძლება არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ საქმეში მისი როლი თქვენ როგორ იცით? უდიდესი მადლობა, მაგრამ ცოტა შორიდან დავიწყებ. კომენტარი მოვისმინე მეც ახლა თქვენს ეთერში და წინა გადაცემაში და გაოგნებული ვარ. აი გადააჭარბა ალექსანდრე გაბაშვილის მამის კომენტარს, მან რომ თქვა ჩვენი კიკინიანი ბავშვებიო, გაოგნებული ვარ. ჯერ ერთი ვიტყვი იმას რომ თუ კი ბიძას გონია რომ ეს იყო მხოლოდ ერთი ზარი, აი მისი ერთი ზარის გულისთვის მე სად ვარ ახლა? ჩემი შვილი სად არის ახლა მისი ერთი ზარის გულისთვის? ეს ერთი და მე მეორე ერთი ზარი კი არა 41 ზარი ქონდა და ალბათ ის ბიძა ვიღაც კოტე მალანია ალბათ იმ ერთზარს იცით რომ ეს გულისხმობს ბოლო მითითებები რომ მამასთან ერთად მერაბ მალანიასთან ერთად მიიღო ალექსანდრე გაბაშვილმა ალბათ ის ერთი ზარი აყვირებთ. ეშინიათ რომ მერაბ მალანიას არ დაიჭიროთ. ალბათ მხოლოდ ამ ერთ ზარზე ლაპარაკობთ, რომ 41 ზარი ქონდა. ვისთან რეკავდა? აი უკაცრავად მინდა რომ აი ეს დეტალები დიახ, არანაირი პირიქით, მადლობა რომ გვერთვებით და დიახ. მხოლოდ ერთი ზარისთვისო, ვიმეორებ, იყო 41 ზარი, მაგრამ თუნდაც იმ მხოლოდ ერთმა ზარმა მოკლა ჩემი შვილი ზარებსითული ან სასჯელისთვის და ჩემი შვილის სიცოცხლის საპირწონე ზარების რაოდენობაა? თავხედობის პიკია ეს ყველაფერი. თავხედობის პიკი, მაგრამ დიახ ეგონათ რომ მერაბ მალანიას ქოლგის ქვეშ დიდხანს დარჩებოდა დაუშელი ეს გიორგი მალანია, მაგრამ მე ჩემ შვილს ფიცი მივეცი რომ აბსოლუტურად ყველა დამნაშავე დაჯდება საბრალდებო სკამზე და ვიბრძოლებ იმისთვის რომ ყველა მოისმინოს უმაღლესი სასჯელი. კი ბატონო, აი მაინც დაუბრუნდები გიორგი მალანიამ ვის დაურეკა, ანუ რა აი ვისთან განახორციელა ეს 41 ზარი, ანუ რა ინფორმაცია მიაწოდა, მისი როლი როგორი იყო ამ საქმეში? სექტემბრიდან თქვენ იცით რომ 26 სექტემბერს დაიგეგმა გიგას მკვლელობა, ნიაიმნაძემ და ალექსანდრე გაბაშვილმა ერთად გადაწყვიტეს ეს ყველაფერი. მე არ ვამბობ არც ერთ სიტყვას ისე თუ დეტალურად ყველაფერი არ ვიცი. მაშინ როცა ალექსანდრე გაბაშვილი გიგას სურათებს სკრინავდა ტელეფონში, ამ დროს მის გვერდით იყო ნიაიმნაძე. მათ ეს დაგეგმეს 26 სექტემბერს, მაგრამ მერე ნიაიმნაძემ დააკავშირა გიორგი მალანიას ეს ალექსანდრე გაბაშვილი და 28 სექტემბრიდან ქონდა უწყვეტი კავშირი ალექსანდრე გაბაშვილს გიორგი მალანიასთან. გიორგი მალანია არის გიგას მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი. თუნდაც ის რომ გაკვეთილის პერიოდში, სავარაუდოდ მაშინ როცა გიგა წუთნახევრით გავიდა ჩაის მოსამზადებლად, მე ეს არაერთ გზის მithქვამს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გიგა იმ დღეს იყო შეუძლოდ და მან ჩაიდალია გაკვეთილზე სწორედ იმ დროს. შეიძლება გაკვეთილზეს, მაგრამ გიგას გაკვეთილზე ბავშვი ტელეფონს ვერ უპასუხებდა. მაშინ უნდა გამოსულიყო გაკვეთილიდან ერთი სიტყვით. მე ვიცი ის რომ გიორგი მალანიამ გაკვეთილის პერიოდშიც ეს დასტურდება დეტალურებით. მე ჰაერზე არ ვამბობ, საქმეში არსებული მყარი მტკიცებულებები თუ ამბობ ამ ყველაფერს და გაკვეთილის მსვლელობის პერიოდში გიორგი მალანია დაუკავშირდა ალექსანდრე მალანიას და ბოლო მითითებები ალექსანდრე გაბაშვილის ბოლო მითითებები ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი მალანიასგან მიიღო მაშინ, როცა გიორგი მალანია იყო მამასთან, მერაბ მალანიასთან ერთად. სწორედ ამას ვამბობდი წეღან. კი ბატონო, გაკვეთილზე ვინ იყო? ანუ გაკვეთილიდან მისცა ინფორმაცია?
რა არის ჩვენ დეტალურებიდან ხედავთ რომ არის გიორგი მალანიასა და ალექსანდრე გაბაშვილის შორის კომუნიკაცია საგაკვეთილო დროს. გიორგი მალანია იყო თქვენი შვილის მოსწავლე? გიორგი მალანია იყო ჩემი შვილის მოსწავლე და გიორგი მალანია მოიყვანა ჩვენთან ნია იმნაძე. გიორგი მალანიას დედის რეკომენდაციით მოვიდა ჩვენთან ნია იმნაძე. ანუ თქვენი შვილის გადაადგილების და ასე შემდეგ ინფორმაციას გიორგი მალანია გაკვეთილიდან და ზოგადად აწვდიდა გაბაშვილს. შეიძლება მაყურებელმა თქვენი ყველა ინტერვიუ მაყურებელს არ აქვს ნანახი, ამიტომაც ვინაიდან დღეს ამ დაკავებაზე არის ცნობილი ინფორმაცია, მინდა რომ ეს თქვათ ეს დეტალები კიდევ ერთხელ ავხსნათ. კი ბატონო, თავიდან დავუკავშირდებით ეკა კუპატაძეს, გიგა ავალიანის დედას, დღეს მოკლული მასწავლებლის საქმეზე კიდევ ერთი დაკავების შესახებ გახდა ცნობილი. ეს არის გიორგი მალანია, რომელიც იყო გარდაცვლილი მასწავლებლის მოსწავლე, როგორც ეკა კუპატაძე გვიყვება და გაკვეთილის დროსაც ჰქონდა მას კომუნიკაცია შემდეგ გაბაშვილთან, რომელიც არის ასევე დაკავებული. გვაქვს თუ არა შესაძლებლობა რომ ისევ გავესაუბროთ? კი ბატონო. დიახ. აი ქალბატონო ეკა მაინც ეს თქვათ ესე იგი მალანია იყო თქვენი შვილის მოსწავლე და ის იმ ინფორმაციას რომ აი გაკვეთილზეა გავიდა, გამოდის და ასე შემდეგ გაკვეთილიდანვე აწვდიდა გაბაშვილს. ამის შესახებ საუბრობთ, ხო? დიახ, ვიცით რა როცა დეტალურები იქ მართალია მამაშვილმა დრო აურიეს ჩვენები დროს, მაგრამ პროკურატურას აქვს გიგას ცხრილი და იცის პროკურორმა რომ ზუსტად მალანიას გიგასთან საგაკვეთილო დრო როცა იყო, იმ დროს მას კავშირი ჰქონდა ალექსანდრე გაბაშვილთან. კი ბატონო, ეს დაკავება არის თუ არა თქვენთვის იმის ნიშანი, რომ ამ საქმეზე ყველა დაკავებული არსებობს, ვინცაც რამე შემხებლობა ჰქონდა, თუ ეს არ არის თქვენთვის ბოლო წერტილი? ბოდის სუხტი კიდევ ერთხელ მაყურებელს ეკა კუპატაძე სასაფლაოზე იმყოფება, სადაც მისი შვილი საფლავზეა და იქედან გვერდთვება ახლა პირდაპირ ეთერში, ამიტომ როგორც ჩანს მასთან ასევე ზარები შედის, ამიტომ კომუნიკაცია დროდადრო წყდება და მე მინდა რომ კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ მას და მოვისმინოთ კიდევ ერთხელ ეს ისტორია, რას ამბობს, რას ფიქრობს, თავად როგორ მიიჩნევს საქმეზე ყველა ფიგურანტი არის თუ არა დაკავებული, თუ ის ფიქრობს, რომ კიდევ სჭირდება მისთვის ეს თქვათ მართლმსაჯულების აღსრულებას, სამართლიანობას ამ საქმეზე, რაღაცნაირად ფიქრობს, რომ რჩება კიდევ დასაკავებელი პირი. კი ბატონო, გისმენთ? ხო, მე მგონი თქვენს კითხვას პასუხი გავეცი, არ მახსოვს რა მომენტში. კი ბატონო, ეხლა მე კითხეთ რომ თქვენთვის თქო დასრულდა თუ არა და აი აქ გაწყდა უკვე, ვეღარ მოვისმინეთ. ანუ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ყველა ფიგურანტი არის თუ არა დაკავებული, თუ ფიქრობთ რომ ეს არის, ეს ვთქვათ, მძიმე და არა წერტილი ამ საქმეში? მალანიას დაკავება. დიახ, მარტო მალანიას დაკავებით არ დასრულებულა. მე ველოდები ნიაიმნაძის საბრალდებო სკამზე, ასევე ანასტასია ბერუაშვილსაც საბრალდებო სკამზე. ნიაიმნაძე არის მკვლელობის დამკვეთი და ანასტასია ბერუაშვილი არის გოგონა, ეს გახლავთ გიორგი რიკაძის შეყვარებული, რომელმაც იცოდა რომ გიგაზე თავდასხმა უნდა მომხდარიყო, იმავე დღეს გაიგო თავდასხმის შესახებ და უფრო მეტიც ექიმებზე ადრე იცოდა რომ გიგას ჰქონდა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება. მიდის გამოძიება ამ მიმართულებით არის თქვენთან კომუნიკაცია პროკურატურის მხრიდან? დიახ, საქმეში არის საკმაოდ ბევრი პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებები, მე და პროკურატურა მუდმივად მინდა რომ დაუბრუნდეთ ქალბატონ ეკა კუპატაძეს, მესმის მაყურებლისთვისაც მძიმეა, დროდადრო წყდება კომუნიკაცია, მაგრამ დავასრულოთ მინდა ეს ინტერვიუ.
კი ბატონო, დავუკავშირდებით, როგორც გითხარით, დღეს კიდევ ერთი პირია დაკავებული, მოკლული მასწავლებლის დედა ამბობს, რომ მისთვის მხოლოდ მაშინ იქნება დასრულებული ეს საქმე, როცა კიდევ ორი პირი იქნება დაკავებული. კი ბატონო, გისმენთ ჩვენ საუბრობდით კიდევ ორ პირზე, რომელზეც თქვენ ამბობთ, რომ მათ როლი ჰქონდათ თქვენი შვილის მკვლელობაში, ამიტომ მათი დაკავებაც ეს თქვათ ელოდებით მათ დაკავებას და გაქვთ კომუნიკაცია პროკურატურასთან. დიახ, მე ერთი რამ მინდა ვთქვა, თუ შეიძლება თქვენ კითხვა ამის შესახებ დაგვისვამთ, მაგრამ მე აუცილებლად უნდა გავაკეთო ამაზე პატარა კომენტარი. დავუკავშირდეთ კიდევ ერთხელ, არ მგონია რომ მხოლოდ შემომავალი ზარების გამო ითიშებოდეს ეს საუბარი, ასე ვცადოთ რომ დავასრულებინოთ საუბარი ეკა კუპატაძეს მოკლული მასწავლებლის დედა პასუხობს ჩვენ კითხვებს, სასაფლაოდან გვერდება, ბოდისუხტი მაყურებელს აი ამ ტექნიკურად გაუმართავობის გამო, მაგრამ არა ჩვენი მიზეზით, თუ გვაქვს შესაძლებლობა, რომ დაუბრუნდეთ ეკა კუპატაძეს. კი ბატონო, მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეტყვი, სხვათა შორის ერთი საინტერესო პასაჟი არ გამოგრჩეს მინდა, რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის სახლთან იმყოფებოდა ეკა კუპატაძე და მიმართავდა ეკატერინე ხვედელიძეს, ბიძინა ივანიშვილის ცოლს და თქვათ თქვენი გულისხმიერების იმედი მაქვს და ასე შემდეგ, მოკლედ მისი მიმართვის ადრესატი იყო ეკატერინე ხვედელიძე და რამდენიმე დღის წინ ასევე მიიღო ეს თქვა საპასუხო გზავნილი, ღია გზავნილი სააგენტოებით გავრცელდა ეკატერინე ხვედელიძის მხრიდან, რომ ეს თქვათ ასევე გამძლეობას უსურვებდა და ამბობდა, რომ შესაბამისი ორგანოები გააგრძელებენ მუშაობას. მე კიდევ თქვენ როგორც ქალს გამძლეობას გისურვებთ, მინდა რომ ეს ციტატა სიზუსტისთვის ვნახო ასევე და ველოდებით კი ბატონო, დავუკავშირდებით ამ წუხარებაში მარტო არ ხართ, ასეთი იყო ეკატერინე ხვედელიძის პასუხი ეკა კუპატაძეს. მთელი გულით თანაგიგრძნობ და ვიზიარებ თქვენ უმძიმეს ტრაგედიას, დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ. ასეთია ეკატერინე ხვედელიძის პასუხი გიგა ავალიანის დედის მიმართვას. ვიცი რომ არ არსებობს სიტყვა, რომელიც დედას შვილის დაკარგვის ტკივილს შეუმსუბუქებს, თუმცა მინდა იცოდეთ, რომ ამ წუხარებაში მარტო არ ხართ, ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია. ქალბატონო ეკა, ბოდის გიხდით მეც და უკვე გისმენთ თქვენ ამბობდით, რომ გინდათ რაღაცის თქმა. დიახ. მე დღეს მოვუსმინე ბატონი მამუკა მდინარაძის გამოსვლას და არ შემიძლია რომ ამაზე კომენტარი არ გავაკეთო. ბატონი მამუკა გაიზარდა, ისა ბატონი მამუკას დედული სადაც არის, მე გავიზარდე იმ სოფელში. ძალიან დიდი პატივისცემა გამოვხატო მისი ოჯახის მიმართ, მაგრამ დღეს ბატონი მამუკა მდინარაძის გამოსვლა ჩემს მიმართ იყო არაეთიკური. მე ვერ მასწავლის მამუკა მდინარაძე, სად როგორ უნდა ვილაპარაკო და სად როგორ უნდა ავზომო და გავწონო სიტყვა. არ მაკლია ზომაწონა მე სიტყვა პასუხში, მიუხედავად ჩემი სიმწარისა, მე 9 თვეა ვუცდი ჩემი შვილის მკვლელობის პასუხისგებაში მიცემას და სად რა არასწორი სვლა დაინახა და სად შეეშალა ეკა კუპატაძიდან გამოძიებას ხელი, ძალიან მაინტერესებს, ძალიან ზედმეტი და არაკორექტული იყო დღეს ცდილობდა სხვათა შორის სიტყვა პასუხის მოწონვას ეს ბატონი მამუკა მდინარაძე ის პიროვნებაა, ვინც სიტყვებს მაპატიებს და ჯიბეში არ ეძებს და საკმაოდ სხარტად საუბრობს, უჭირდა საუბარი, მაგრამ მაინც ძალიან არაეთიკური იყო მისი გამოსვლა ჩემს მიმართ.
თანამშრომლობ პროკურატურასთან მithქვამს არაერთ გზის რომ ჩვენ აქტიურად ვცვლით ერთმანეთს ინფორმაციებს რა თქმა უნდა ხა მე პროკურატურა არ მითანხმდება ვის როგორ დააპატიმრებს მაგრამ თანამშრომლობთ ეკაკუპატაძეს გამოძიების ხელი არ შეუშლილა და უფრო მეტსაც ვიტყვი რომ არ ეყვირე ეკაკუპატაძეს ახლა მხოლოდ ალექსანდრე გაბაშვილი იქნებოდა მხოლოდ წლის და 6 თვით დაპატიმრებული და სხვა ყველა გარეთ იქნებოდა მე ამას ვამბობ პროკურორ ლუკა გამყრელიძის წინადადებით შენ დამაჭერინე ისა გიორგი რიკაძეო და მე იქიდან აწყობილი დანარჩენი ქრონოლოგიით. ასე რომ დღეს ძალიან შეეშალა მამუკა მდინარაძეს პირადად ეკაკუპატაძესთან. კი ბატონო, როგორ ფიქრობთ, თქვენი მიმართვა ქალბატონი ეკატერინე ხვედელიძისადმი რამე ეს თქვათ აი ამ ახალი ფიგურანტის შემოსვლა დაკავებულებს შორის აქ რამე კავშირი აქვს, თქვენ მიიღეთ მისგან პასუხი? დიახ, ჯერ იმას ვიტყვი, მე რატომ მივედი ქალბატონი ეკატერინე ხვედელიძის სახლთან, იმიტომ რომ მერაბ მალანია იცავდა ქალბატონი ეკატერინე ხვედელიძის შვილების უსაფრთხოებას და სწორედ მერაბ მალანიას გაზრდილმა შვილმა მოკლა ჩემი შვილი. ამიტომ მივედი მე როგორც დედა დედასთან მისი შვილების უსაფრთხოებას იცავდა მერაბ მალანია და სწორედ ამიტომ მივედი მასთან და კიდევ ამბობდი რაღაცას მაგრამ ხო რა შეეხება ისევ მინდა დაუბრუნდე ბატონი მამუკა მდინარაძის გამოსვლას იცის ბატონმა მამუკა მდინარაძე მე ნახევრად გახრწნილი შვილი რომ დავკრძალე იცის რომ ჩემი შვილი მაშინვე 4 ქულიან კომაში ჩავარდა და გონზე მოусლა და მომიკვდა და თმენის ვალდებულება მე ჯერ ჩემ შვილთან მაქვს და მე თმენის ვალდებულება არსად არ შემშლია არსად არ შემშლია არნაირი გამოსვლა და ცალსახა იყო ახლა რატომ გააკეთა მან ეს კომენტარი მაგრამ მათთანაც შეეშალა ვისთვისაც გააკეთა მამუკა მდინარაძემ ეს კი ბატონო ცოტა უხერხული გამოსვლა